უკაცრავად, ცოტა ხანში რომ დავიწყოთ რა. მოგესალმებით. მე მარო ვარ. თქვენ უყურებთ ჩემს ავტოლოგს და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის Range Rover-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის მოდელი. ეს გახლავთ Range Rover Vogue, რომელიც არის თან ავტობიოგრაფი და თან ლონგი. სანამ მანქანაზე საუბარს დავიწყებთ, რა თქმა უნდა წარგიდგინოთ ჩვენი არხის მხარდამჭერები, ვისი დახმარებითაც იქნება ზოგადად ეს კონტენტი. ჩემი გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import. ჩემმა მაყურებელმა უმეტესობამ უკვე იცის ჩემი და Trust Import-ის საერთო პროექტზე, რომელს დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჩემი მეორე მხარდამჭერი არის Little Tree Georgia, რომელიც გვამარაგებს ხოლმე კარგი არომატიზატორებით ჩვენი სალონისთვის და არ დაგავიწყდეთ, ამ ვიდეოშიც გვექნება სოკარის 50 ლიტრის საწვავი გათამაშებაში. პირობები არის უმარტივესი, დაწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი და აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი არხი. ატარა ჭრა უნდა გავაკეთოთ ვიდეოებს შორის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ. ჩვენი მანქანა უკვე აქ არის. მოკლედ დღეიდან ამ ვიდეოდან მე და კომპანია Gez Motors-ი ვართ უკვე პარტნიორები, რომელსაც არაერთი სერვისი აქვს. ზოგადად Gez Motors-ზე მეც ესე ვიცოდი, ვინაიდან ლიქუმოლის ოფიციალური დილერი იყო, რომ მარტო ზეთი შეცვლა იყო შესაძლებელი. რეალურად კი სერვისში აქვს ძალიან ფართო ასორტიმენტი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული რაზვლის გასწორება. ასევე Gez Motors-ში გქონიათ აპარატი, რომლის მსგავსით თურმე საქართველოში საერთოდ არ არსებობს. ეს არის აპარატი, რომელიც გერმანული სიზუსტით შეგიძლიათ გადაცემათა კოლოფში ზეთს და როგორ ხდება ეს ყველაფერი იცით, ადამიანის ჩართულობა არის ერთადერთი ის, რომ უბრალოდ კაბელები უნდა დააერთოს ავტომობილს. დანარჩენი თვითონ გამორეცხავს მთლიანად, ჩაასხავს ახალ ზეთს, დაასრულებს პროცესს თავიდან ბოლომდე და საბოლოოდ ჩეკს გამოგიწერთ რა გააკეთა. ამიტომ შეცდომის შანსი არის ფაქტობრივად 0, იმიტომ რომ თუ ელემენტარული არასწორად შეერთდა ადამიანის მიერ ეს კაბელები, უბრალოდ არ დაიწყებს პროცესს. რაც მე ვფიქრობ ძალიან მაგარია, ფაქტობრივად შეცდომის შანსი არ არსებობს და იდეალურად შეიძლება თქვენს მანქანაში გადაცემათა კოლოფის ზეთში. კიდევ ეს აპარატი აღმოვაჩინეს სერვისში, რომელიც ყოფილა თურმე საწვავისა და ჰაერის შემშვების სისტემის საწმენდი აპარატი. ძრავის დაშლის გარეშე შეგიძლიათ გაწმინდოთ ორივე. აი მაგალითად თუ ამერიკიდან ჩამოიყვანეთ ავტომობილი და არ იცით რა საწვავს ასხამენ, აქ შეიძინეთ, ან თუ გამონაბოლქვი აქვს და გინდათ რომ ეს ყველაფერი აღმოფხრათ, შეგიძლიათ აი ამ აპარატის დახმარებით გაწმინდოთ და ძალიან მშვიდად იმგზავროთ შემდეგ თქვენი ავტომობილით. ასევე აქვს ვულკანიზაცია. შეგიძლიათ შეიძინოთ და შეცვალოთ საბურავები. ეს არის Kumos ბრენდის საბურავი, რომელიც არის კორეული და პრემიუმ ხაზი და Gez Motors-ი არის მისი ოფიციალური დილერი საქართველოში. სხვათა შორის ივნისის ბოლომდე Gez Motors-ში 35% ინფრასტრუქტურა აღნიშნულ საბურავებზე. და კიდევ სხვა მრავალი, რასაც ეტაპობრივად გაგაცნობთ, თქვენთან ერთად გავერკვევი და მიგეტყვით, სად შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება. გარდა უბრალოდ Gez Motors-ის პროდუქტის გაცნობისა, ასევე ზოგიერთ ვიდეოში გვექნება გათამაშებებიც, ამიტომ ყოველთვის იყავით ყურადღებით, ვინაიდან ამიერიდან გავათამაშებთ როგორც საწვავს, ისე Gez Motors-ის პროდუქციასაც. ეს არის მეორე Range Rover-ი ჩემს არხზე. პირველი ალბათ გემახსოვრებათ, ვინც ჩემი ცოტა უფრო ძველი მაყურებელი ხართ და ვინც ახალი ხართ, ჩაგისვამთ ლინკს და თუ დაგაინტერესებთ უყურეთ. ეს იყო ველარი, რომელმაც იმედები ძალიან გამიცრო და შევაფასე საბოლოოდ, ისე რომ ეს იყო მხოლოდ სტატუსში გადახდილი ფული. უბრალოდ ფულს იხდი და ყავს Range Rover-ი და სხვებს ანახებ, რომ Range Rover-ი ყავს თორე. რეალურად ის ფასი საერთოდ არ მოდის შესაბამისობაში მის ხარისხთან, კომფორტთან, რომელიც არ გააჩნია საერთოდ და ხარისხი აი არ ვიცი, ისეთი უხარისხო მატერიალებით იყო სალონი დამზადებული, რომ ვერანაირ კომფორტს იქ ვერ იგრძნობდით. არა მარტო ველარზე, Evoque-ზე ზუსტად იგივენაირი წარმოდგენა მაქვს, გადაღებული არ მაქვს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რაც მქონია შეხება Evoque-თან, ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა. თუმცა, ეხლა Range Rover Vogue-ისგან ცოტა განსხვავებული მოლოდინები მაქვს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, Vogue ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასი არის Range Rover-ებში და თან ავტობიოგრაფი არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია Vogue-ში. ამიტომ ეხლა ჩვენ ერთად ვნახოთ ვიზუალურადაც, ინტერიერით, კომფორტით, აბსოლუტურად ყველაფერი და შევაფასოთ და ვნახოთ დაამსხვრევს თუ არა იმ სტერეოტიპს, რომ ეს მანქანა უბრალოდ სტატუსში გადახდილი ფულია თუ მართლა ღირს ამ მანქანაში იმ ფასის გადახდა, რაც ღირს.
დავიწყოთ ცხვირით. ზოგადად ცხვირზე ბევრი სალაპარაკო მართლა არაფერი არ არის, თუ დააკვირდებით, ალბათ თქვენ შეამჩნევთ ზოგადად Range Rover-ები ცხვირით ძალიან გავს ერთმანეთს. თან იმასაც შეამჩნევთ ალბათ, რომ დროთა განმავლობაში რაც ახალი და ახალი თაობები წამოვიდა Range Rover-ებში, უფრო და უფრო დაგლუვდა. აი ადრე ძველი მოდელები, სპორტიც, ველარიც, ვოგიც, უფრო წახნაგოვანი იყო ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს წვეტები მთლიანად ამოიღეს დიზაინიდან და ეხლა სულ ახალი ვოგი რომ ნახოთ, მე მგონი ვერსად ვეღარ უპოვით, აი ეგრეთ წოდებულ ზაზორებს რომ ეძახიან ხოლმე, იმდენად გლუვი და პრიალა არის. გამოვყოთ ეხლა გვერდიდან. როგორც გითხარით, ეს არის ლონგი, აი დაბლა ელიც არის მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არის უგრძელესი ვარიანტი. აი გვერდიდან რომ შეხედოთ, იმდენად გრძელია და ცოტა არაკომფორტული მოსახმარია მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა რომ მომყავდა მანქანა, გათვლებს ვაკეთებდი რა, ცოტა ისეთი გზები მაქვს ხოლმე დამოღამებული, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვათ, რაც შეიძლება მალე რომ მივიდე ხოლმე კონკრეტულ ადგილამდე. მაგრამ ეს ადგილები ისეთი ვიწრო ქუჩები იყო, რომ იქ ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამ მანქანით გავლა, იმიტომ რომ იმდენად გრძელი არის, იმდენად განიერი, რომ ცოტათი არაკომფორტულია და მაგის განსაზღვრა წინასწარ გესაჭიროება და გაბარიტების შეგრძნებას და სწავლა თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი მიჩვევაზეა აბსოლუტურად, მათ შორის ამ ხელა მანქანაც და დროთა განმავლობაში ეგ უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. ძალიან მომწონს აი ეს ხაზი რო ჩამოყვება, ნახეთ, მიყვება ბოლომდე და აი აქეთ მხარესაც გადადის და საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზ ვიზუალს ქმნის. ეს მანქანა ხომ მთავრდება აქ. აი აქ მთავრდება მგზავრის კარი და უკან აქვს უზარმაზარი საბარგო სივრცე და ესეც ზოგადად Range Rover-ის დამახასიათებელი არის. აი აქეთ რომ ესე დამრეცი ნაწილი აქვს, ასე ვთქვათ, თითქოს კუპე არისო, აი ეგეთ შეგრძნებას გიტოვებს. ეს უკანა მხარეც, საბარგულის კარი, ფარები, აბსოლუტურად ყველაფერი არის Range Rover-ის ხელწერა და Range Rover-ისთვის დამახასიათებელი. ეხლა ვნახოთ საბარგული. როგორც გითხარით, უკანა სივრცე იმდენად დიდი არის, რომ დიდი საბარგული უნდა გქონდეს წესით. ეხლა ავხატოთ და ვნახოთ. ვაუ, ეს ორ ნაწილად რო იღება, რა მაგარია. იცი რა მაინტერესებს ახლა მარტო ერთი ეს რო ესეც შესაძლებელია. ეს ჩემ ოპერატორს გამოედგებოდა ძალიან. ეგ ჩავსოვდით, ეგრე გადავიღებთ ხოლმე მოძრაობის კადრებს. კაი. ეს ძალიან კაი რაღაცაა. წინ რო გადმოდის, თან ეხლა ნახეთ რამდენი რაღაც აქვს შიგნით. აი აქ ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული დინცხვიტა. სადაც შეგიძლიათ შეერთოთ, რა ვიცი, ნებისმიერ რამე დამტენის სანათი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ეს რო გადმოიშალა და აქ რო ეს დენის წყარო ვნახე, პირველი რა მომაფიქრდა იცით? აი მანქანით რომ წახვალ, რაღაცა პიკნიკზე, ან რაღაც ეგეთზე, რაღაც ქალაქგარეთ რომ გახვალ და პატარა პიკნიკს რო გაიშლი აქ შენ საყვარელ ადამიანთან ერთად და პლუს აქ დინამიკშია ერთად მუსიკას ჩართავ და აი ძალიან კაი რაღაცაა რა, ძალიან მომეწონა. მულტიფუნქციური მანქანაა, რომელსაც, რავი, გარდა იმისა, რომ მაღალი კლასის ლაგჟერი მანქანაა და მაგითი მოძრაობ, ჩვეულებრივ ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან კარგად გამოიყენებ. აქ აქვს კიდე ღილაკები და ეხლა ნახეთ ესენი რას აკეთებს. ნახეთ აქ არის ორი ღილაკი, მაღლა და დაბლა. აი, ეხლა დავაწვევი დაბლას და მანქანა ჩამოვა დაბლა. ანუ ეხლა ძალიან დაბლა ჩავიდა. ძალიან მაგარია. ამის ფუნქცია და საშუალება რომ გაქვს, რომ მანქანა აწიო და დაწიო და შემდგომ დაარეგულირო მისი სიმაღლე, ანუ საბარგულის გახსნის დროს, ეგ ძალიან კომფორტულია. სავარაუდოდ ეს ფუნქცია სალონში მძღოლის მხარესაც ექნება, თუ მაგალითად სალონიდან დაჭირდათ ამის მართვა. აქ გვაქვს ახლა კიდევ ძალიან ბევრი ღილაკები და განახებთ ყველაფერს არისთვის არის. წება ხო ვახსენე, რომ მაღალი კლასის მანქანაა მეთქი, იმიტომ რომ აი სალონში შეგახედებთ და უკანა სავარძელს რომ განახებთ, ეგრევე იფიქრებთ, რომ ეს არის გზავრის მანქანა და არა მძღოლის მანქანა. მაგრამ თქვათ გყავთ ეს მანქანა და გჭირდებათ ძალიან დიდი ტვირთის წაღება, გრძელი, რა ვიცი, პლინტუსი გაქვთ სახში წასაღები რემონტი გაქვთ. ეხლა ნახეთ რას აკეთებთ. აი აქ აჭერთ. ნახეთ რომ ხელა სივრცე გამოჩნდა, აი აქ უბრალოდ რა ვერ უნდა დაატიოთ, ვერ წარმომიდგენია იმ სიგრძეა მანქანა და იმ სიგანე. ძალიან მაგარია. ანუ ჩვეულებრივი საოჯახო მანქანაა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერში გამოიყენებთ. შეიძლება? მადლობა. მაგრამ ამ მანქანის პატრონი ესე არ უნდა ჯდებოდეს. კარის დამხურავი არ მყავს არა.
უკანა საბრძელი არის ეს სასწაული. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ აი ეს სკამები ჩვეულებრივი მანქანის საბრძლები არ არის. ჩვეულებრივი დივანია. აი ზალაში რომ გიდგია და რომ ჩაჯდები და კომფორტს რომ მიეცემი ზუსტად აი ეგეთი. იმდენად დიდია, ისეთი კარგი მისაყუდებელი, ისეთი რბილი, ისეთი კარგი თავი. ამით ვიმგზავრებდი, არ ვიცი. ამერიკაში ჩავიდოდი აი ამ მანქანით ძალიან დიდი სიამოვნებით, რომ არ დავიღლებოდი საერთოდ. კადრებში ნახავდით ალბათ, როგორი აღჭურვილია უკანა საბრძელი. და ეს კიდევ ერთხელ მანიშნებელია იმისი, რომ ეს მანქანა მარტო მძღოლის კი არა, არამედ მგზავრისთვისაც არის. უბრალოდ ანუ ამის მფლობელი ძალიან დიდი შანსია, რომ იყოს მგზავრი და იჯდეს აი აქეთ ზიანხული, მაგრამ მე აქ ვიჯდები, არ მაქვს პრობლემა. შუაში აქვს ძალიან დიდი ბარი, ეს ელექტრონულად მოძრაობს, თუ გნებავთ აწევთ და შუაში გამოათავისუფლებთ დამატებით ადგილს, სადაც მესამე ადამიანი შეგიძლიათ ჩაისვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც უფრო ორი ადამიანისთვის არის გათვლილი, იმიტომაც ჩამოდის ეს ბარი ამ ხელაზე და იმიტომაც არის ესე კარგად ინტეგრირებული უკანა საბრძელზე. აქ შეგიძლიათ ახადოთ და აქ განთავსებული არის აი ესეთი პულტი. აი ესეთი, რომელთაც შეგიძლიათ მართოთ სხვადასხვა ფუნქციები, ტელევიზორი ჩართოთ, კლიმატ კონტროლი აკონტროლოთ, მუსიკა და ასე შემდეგ. ამით უკვე ცხადია, აი მარტო ამ ნივთით უკვე ცხადია, რომ ამას ძირითადად მგზავრები ყიდულობენ და არა მძღოლები. მაგრამ ეს პულტი რომც არ გქონდეთ, ეს ალბათ უფრო ეკრანის სამართავად თუ გამოიყენებთ, იმიტომ რომ აი აქ განთავსებულია აბსოლუტურად ყველაფრის ღილაკი, არა მარტო აქ, აი აქედან აკონტროლებთ კლიმატ კონტროლს. აი აქედან მართავთ მუსიკა ჩართოთ თუ გამორთოთ. ასევე აკონტროლებთ ფარდები აიწიოს, ჩაიწიოს, ლუკი გადავიდეს, ან დაიხუროს. მოკლედ, აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი შეგიძლიათ როგორც ავტომობილის მფლობელს უკანა საბრძლიდან. თან ძალიან კომფორტულად. აქ ფეხების გამოსაწევიც აქვს, ეს ფეხები გამოდის და შეგიძლიათ საერთოდ წამოწოლილმა იმგზავროთ, რაც დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან კომფორტულია დიდ გზაზე, როდესაც მეკითხეთ. ძალიან მომეწონა. სანამ წინ მძღოლის ადგილას გადავალ, მანამდე მატერიალებზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ აქაც შესამჩნევი არის. თუ დააკვირდებით, ჯერ ისედაც სულ ტყავშია გაწყობილი მანქანა. თან ძალიან მომწონს, როდესაც მანქანის სალონი არის ხოლმე გადაწყვეტილი არა შავ ფერში, სხვა ნებისმიერ ფერში, იმიტომ რომ ძალიან უხდება, ძალიან მდიდრული იერი აქვს ხოლმე ამ დროს მანქანას და ძალიან მომწონს. და გარდა იმისა, რომ დანარჩენი ყველაფერი ტყავი, ანუ სავარძლები, ეს რუსული სიტყვანო ვიხმარო, ეს კარის მისაფარები, ეგრეთ წოდებული აბივკებს, რასაც ვეძახით ხოლმე ესეც, ჭერზეც კი, აი ძალიან ჭერზე, აბსოლუტურად მთელი ჭერი არის ტყავში გაწყობილი. და აი ამითი ნამდვილად შემიძლია გაუმიჯნო ველარისგან, გარდა სხვა აი ამ ფუნქციებით, რა თქმა უნდა, არ შევადრი ველარს, მაგრამ აქედანაც მე დასაწყისში გითხარით, ველარის რაც არ მომეწონა, ეს იყო ის, რომ ძალიან დაბალი ხარისხის მატერიალებით იყო გაკეთებული. იმდენად უხარისხო, რომ აი ერთ ნაწილში ბარზე იყო თითქოს ლითონი იყო დატანილი მასალად, ეგეც წარმოდგენას ქმნიდა იქამდე, სანამ უბრალოდ ამას უკვე გაფუჭებული იყო, უბრალოდ პარკი იყო, ასე ვთქვათ, გადაკრული. იყო, რომელსაც ხელთ გადადა ჭრაჭუნობდა და მოკეთ, ბევრი რო აღარ გავაგრძელოთ ველარზე საუბარი. ვოგზე მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხარისხის მატერიალებია გამოყენებული და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მაღალ კლასს და ძალიან მოწყს. აუის ნიშა. ტეზრევი რო აქ დავამთავროთ და საჭესთან შედეძებინ და აღარ მინდა მსგავსთან გადმოსვლა. აი ეგ ვიცხოვრობდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმდენად კომფორტულია. პოპკორნის დამხატავთ ახლა. გადმოვედი ახლა მძღოლის მხარეს და ვნახოთ მძღოლისთვის რამდენად კომფორტული არის ეს მანქანა. როგორც უკვე ვნახეთ მგზავრისთვის, მისთვის, ვისიც უნდა იყოს ეს მანქანა, ძალიან კომფორტული მანქანაა და ძალიან კარგად არის ყველაფერი გათვლილი. ახლა ვნახოთ მძღოლზე რამდენად არის მორგებული ამ მანქანის ფუნქციებიც, ინტერფეისიც და ასე შემდეგ. თან დავქოქოთ მანქანა, რომ აინთოს ყველაფერი, გააქტიურდეს და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, წინ არის ორი ეკრანი განთავსებული. ერთი აი აქ დაბლა დიდი ეკრანი და მეორე აი აქ ორად არის გაყოფილი და ორი ეკრანი არის ჩაშენებული. ყველაფრის მართვა შეგიძლიათ აბსოლუტურად სენსორულად. ღილაკებზე არის ძალიან მინიმალური ინფორმაცია დარჩენილი და საკმაოდ კარგად მუშაობს სენსორი პირველი, რაც შევამოწმე უკაცრავად. გავთიშოთ. რადიო ჩაირთო. სენსორები შევამოწმე,
რამდენად კარგად მუშაობდა, იმიტომ რომ მახსოვს, რა საშინლად მუშაობდა ველაში სენსორები, უნდა გეხვეწა, რომ აი რაღაც გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ არც ეს მანქანა არ არის 2024-25 წლიანი, ესეც დაახლოებით 6-7 წლის ავტომობილი არის შესაბამისად, დროთა განმავლობაში ცვეთას გაუძლო ველარისგან განსხვავებით და მაინც კარგად მუშაობს, რაც იმას მოგვასწავებს, რომ საკმაოდ ხარისხიანი არის. ეხლა რაც შეეხება კომფორტს. სკამები არის აქეთ ძალიან მაგარი. აი როგორც გითხარით, ასე მეგონა ზალის სავარძელში ვიჯექი მეთქი, ეგეთი შეგრძნება აქვს ზუსტად აქაც. რა თქმა უნდა, ეხლა მათ გაცილებით უფრო უკეთესი ეს ფეხის დასადები აქვს, თავის მისაყუდებელი უფრო რბილი აქვს, ორი ამასაც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ აქაც ძალიან კომფორტულია, რა ძალიან მაგრად მომეწონა არის. აი ეს რომ ზოგადად მე ძალიან მიყვარს ხელჩამოყრდნობილი, როდესაც ვატარებ ავტომობილს და ეს ხელის ჩამოსაყრდნობი აბსოლუტურად ყველა მანქანაში არის ხოლმე მისი ბარი. მაგრამ ამ შემთხვევაში არის პირდაპირ სავარძლის სახელური გაკეთებული, რომელსაც აი ეს კარგი ხანი ფიქრობდი აი ეს რა იყო, თავიდან მეგონა რომ ქოლგა უნდა გამომძვრალიყო, მაგრამ აქედან რეგულირდება რამდენად მაღალზე დააყენოთ, ვის როგორ ურჩევნი, ანუ ესე იყოს, ესე თუ ასე შემდეგ. საკმაოდ კომფორტულია და კარგად არის მორგებული მძღოლზე. საჭე მოწოს ძალიან. ზოგადად ეს არის Range Rover-ის სახასიათო საჭე, რომელსაც აი აქ ორი პატარა ჯოისტიკი აქვს, ასე ვთქვათ, ჩამაგრებული და მანდედან ესე სენსორულად მართავთ ყველაფერს, რაც შეიძლება რომ საჭიდან მართოთ და კომფორტული იყოს მართვის დროს, ესე თითების მარტივი მოძრაობით. მაჩვენებელთა თაფა არის ციფრული, როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის ციფრულად გამოტანილი და საერთო ჯამში მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კომფორტულად და კარგად არის განლაგებული აბსოლუტურად ყველაფერი. აი ვზივარ ძალიან კომფორტულად, ხელი მაქვს ჩამოყრდნობილი, თუ რაიმე მჭირდება სენსორულად ეკრანზე გავაკეთებ, ჯოისტიკი უნდა აღვნიშნო აუცილებლად სიჩქარის ბერკეტი, საიდანაც მართავ ზოგადად ყველგან გვხვდებათ რა, ან ხელზე არის Mercedes-ის შემთხვევაში, ან ხელზე რა, საჭეს თორე ყველა ხელზე არის, ან საჭეზე არის განთავსებული, ან აქ shifter-ის სახით, აი ეს shifter-ი უფრო ჯოისტიკი მოდი ესე ვთქვათ რა. არის ესეთი მრგვალი, რომელიც მანქანის დაქოქვის დროს ამოდის ხოლმე და უნდა დაატრიალოთ და ასე გადართავთ, წინ წახვიდეთ უკან, განეიტრალებთ თუ სპორტში ჩაგდეთ. სხვათა შორის სპორტში ჩაგდება. ან რეჟიმები აქვს ძალიან ბევრი, მაგასაც განახებთ რა. ან მულტიფუნქციურია თქო რომ ავტომობილზე მართლა ეგეთია, იმიტომ რომ შეგიძლიათ აი აბსოლუტურად ყველგან იაროთ. მართავთ, აი ნახეთ, გადავედით ახლა აი ეს ამ ნაწილში, თქვენ თვითონ ირჩევთ, ნუ ამ შემთხვევაში მეორე ჯოისტიკს ამოვწევ, აი აქედან და ახლა ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ, ანუ აირჩიოთ ტრასაზეივლით, ეკონომიური სიარული გინდათ, ქვიშენ ზედაპირზე, ტალახში, თოვლში, აი off-road-ში, ანუ გრუნტოვან, ცოტა რთულ რელიეფზე სიარული, აბსოლუტურად ყველა სიტუაციას ერგება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა რომ გყავთ, ანუ შეგიძლიათ იმგზავროთ ბიზნეს კლასით და ძალიან კომფორტულად, ან წახვიდეთ off-road-ში, წახვიდეთ თოვლში, არ შეუშინოთ არც ტალახს, არც უდაბნოს და საქართველოს ისეთი მრავალფეროვანი და მდიდარი ყავს, რომ ყველაფერს ნახავთ აბსოლუტურად, შესაბამისად ძალიან კომფორტულია, როდესაც ერთ მანქანაში აბსოლუტურად ყველაფერი არის გაერთიანებული და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი ამ ხელ არჩევანს რომ გაძლევს მანქანა. სათავსოები, აქ უკარო ვიჯექი დამავიწყო და ამ სათავსოს ჩვენება. აი აქ უღრმესი ასე ჩავარდები ისეთი სათავსო ამას შეგიძლიათ არ ვიცი უამრავი რაღაცა ჩავალაგოთ იმიტომ რომ ნახეთ სადამდე ჩამდის ხელი ანუ ძალიან ღრმა არის და მეორე სათავსო აქ არის განთავსებული ნუ ეს არის ისე დიდი აქ უბრალოდ რაღაცა მარტივი დოკუმენტები და მართვის მოწმობა და ეგეთ რაღაცები რომ შეინახოთ აქ გვაქვს კიდევ ორი ცალი ბარი რომელიც ღილაკით იმართება ნახეთ ეგ დავაწვევი და ამას ესე გადმოვხსნი, ორივენაირად შეგიძლიათ გააღოთ. სათავსოები საკმაოდ ბევრი აქვს, ბევრი რაღაც შეგიძლიათ შეინახოთ, მათ შორის კარის გვერდზე ჩასალაგებლებშიც, ამიტომ ჩემნაირი ადამიანი თუ ხართ, რომელსაც ყველაფერი მანქანაში უყრიათ, ძალიან გამოგადგებთ. ეხლა დავიძრათ, გავატაროთ მანქანა, შევიგრძნოთ მისი კომფორტი როგორი აქვს, რამდენად რბილია, რამდენად კარგად სამართავი და თან გაგიზიარებთ. სანამ დავიძრობით, მანამდე აქაც გაჩვენოთ კიდევ რამდენიმე დეტალს, რაც წეღანარ მithქვამს. აქ აქვს ორი ჭიქის ჩასადები და რა მომეწონა ძალიან იცით, დაფარული რო არის და აი ამ ინტერიერში ძალიან ლამაზად რო ჯდება. თუ ჩასადები გაქვთ, გაწევთ და ჩადებთ ორ ჭიქას, თუ არა და დახურულია და ძალიან ლამაზი და მინიმალისტურია და კიდე რა მომეწონა ძალიან.
აი ეს მოწოს Range Rover-ებში განსაკუთრებით. აი ხელის ჩამოსადები რომ მაქვს, აი აქ აი ესე კომფორტულად. აი ფაქტობრივად თარო არის გაკეთებული და თან აქედან ძალიან კომფორტულად და მარტივად შეგიძლიათ მართოთ ფანჯრების აწევა დაწევა. და რადგან ფანჯრები ვახსენე, ისიც უნდა ვთქვა უცბად, რომ აქვს ორმაგი შუშა, რაც მის კარგ ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. და მაგისტრალზე საკმაოდ კომფორტულია, როდესაც ამით გადაადგილდები და ეს ხმაური არ შემოდის და შვიდად წყნარად მგზავრობ. წავედით ახლა. ეხა იდეალურ ტრასაზე, ოკეი, ყველა მანქანა მოახერხებს რაღაცას და გაგრძნობინებს თავს კომფორტულად, მაგრამ აი მანქანას კარგი ამორტიზაცია აქვს თუ არა და კომფორტულია თუ არა, ჩემთვის მაგალითად ამოიცნობა აი ესეთ გზაზე დადის, როგორც შეგრძნება, როგორც გზავს და როგორც მძღოლს და ეხლა რო გითხრათ ძალიან შეწუხებული ვარ მეთქი ჩემ მანქანაზე ალბათ ირკვანებს დავყრედი ესეთი შეგრძნება მექნებოდა აი ამ გზაზე რომ ამ გზაზე არასდროს არ მოვდივარ ხოლმე მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეხლა იმდენად რბილად ადის და ჩადის ისე ვირწევი რომ აი ოდნავ დისკომფორტი არ მექნება რა გარდა იმისა რომ ოდნავ ვიყევი მეტი არაფერი აი ის ცუდი შეგრძნებები საერთოდ არ მაქვს და ძალიან კაია, ძალიან მომეწონა. შესაძლებლობებს რაც შეეხება, მაგაზე არ მისაუბრია და ეხლა გეტყვით, ეს მანქანა გახლავთ 4 და 4 დიზელი. რამდენს წვავს ეგ მე მგონი საერთოდ არავისთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ვისაც Range Rover Vogue-ის ყიდვის საშუალება აქვს იმას, მანქანა რამდენს წვავს საერთოდ არ აინტერესებს, ამიტომ მაგას არ ჩავუღრმავდები ტრასაზე და ქალაქში რამდენს დაგიწვავთ. ცხენის ძალები ცოტა გაგაკვირვებთ, 345 ცხენის ძალა აქვს, რას ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, ეგ მონაცემი რომ წავიკითხე, მაგრამ ეხლა მაინტერესებს ცოტა სწორზე რომ გადავალთ ხა აი ამ უღრო-ჩუღრო გზიდან, ჩავაჭიოთ და მაინტერესებს ჩვეულებრივ რეჟიმში და პლუს სპორტში რას იზამს. როგორი აჩქარება იქნება რა. ეხლა რა თქმა უნდა რაღაც აჩქარებას ამისგან არც არავინ არ ითხოვს, არც ვეოდებით, არც მე და არც თქვენ. მაგრამ მაინც საინტერესოა რა, იმიტომ რომ 345 ესეთი რიცხვი რო ავიღოთ ძალიან პატარა რიცხვად ჟღერს ამ ხელა მანქანისთვის, რომ ძალიან დიდი მანქანაა. ზუსტი წონა არ ვიცი, მაგრამ მე მგონი 2 ტონეზე მეტი არის. დაახლოებით ესეა. რაც საკმაოდ ბევრია. 345 ცხენმა ამ ხელა წონის მანქანა რამდენად კარგად უნდა გაწიოს, არ ვიცი, ცოტა რაღაცნაირად მეეჭვება და გამოვცადოთ ამიტომ სწორზე რომ გავალთ იქ ჩავაჭერ და ვნახოთ ორივე შემთხვევაში რას იზამს და შევაფასოთ. ეს არის ჩვეულებრივი. ანუ დეში მქონდა ჩაგდებული სპორტში არა. ცოტა ისეთი აჩქარება აქვს რა რომ დააჭერ, ეგრევე რეაქცია არ აქვს, მაგრამ ხა გასაკვირია მანქანა არის ძალიან მძიმე. თან როგორც გითხარით, ცხენის ძალები რაც აქვს მონაცემი, ეხლა გადავრთავ მე სპორტში. აი ესე. და ეხლა ჩავაჭეროთ და ნახოთ ეხლა რა ისმის. აი ეს განსხვავება ნამდვილად არის. საერთო ჯამში ამ მანქანამ ჩემი მოწონება ნამდვილად დაიმსახურო და მოიგო ჩემი გული. მოდი დაწეროთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, რა სიტყვით ამ მანქანაზე და ზოგადად Range Rover-ზე. შეიძლება თქვენი კომენტარი მომგებიანიც კი აღმოჩნდეს და 50 ლიტრის აწვავი მოიგოთ. აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე. აფაიმე. ჩაი დაგვექცა. რო გადმოვედი წეღან ჩაის ჭიქა თავის ჩაიანა დავტოვე აი აქ და წეღან რო გაჩვენებდით ნუ წეღარა ვიდეოში რო გაჩვენებთ როგორი გადადის ეს ყველაფერი ეს წამოვიდა ავტომატურად და მთელი ჩაი დაგვექცა. ოკეი დასასრული იყო.